I'm German homelos, I drink coffee and I know things. 44 ეპიზოდის სიტყვა არის რებულონი. ამის თქმა წესით არ უნდა დამჭირვებოდა გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ მწარე სიმართლეა. რებულონებს საქართველოში გადამეტებულად იშვიათად შევხვდებით. მე პირადად მხოლოდ 4 რებულონი მყავს ნაპოვნი საქართველოში 24 წლის განმავლობაში და მენდეთ სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ არის. თუ ახლა გულისყურით უსმენთ ამ ვიდეოს, კარგად დაფიქრდით, ჩაფიქრდით და თქვით, რამდენჯერ შეხვედრილ ხართ ადამიანს, რომელსაც თავის ოჯახთან ერთად უყვარს დროის გატარება. მისთვის ოჯახი უდიდესი სიმდიდრეა. საუბარია მამაზე და დედაზე. ანუ ისეთი კაცი ან ქალი, რომლისთვისაც ოჯახი უმთავრესი პრიორიტეტია. მისთვის ოჯახი პირველ ადგილზეა. არა, აქ სიყვარულზე არაა საუბარი. ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს მეუღლე და შვილები და მათთვის მზად არიან მოკვდნენ კიდეც. საუბარია ისეთ ადამიანზე, ვინც სერიოზულად არის კონცენტრირებული ოჯახზე, უყვარს მეუღლესთან დროის გატარება, განუზომლად უყვარს შვილთან, შვილებთან ურთიერთობა, მეგობრულობა მათთან. არ ენანება არც დრო, არც ენერგია და არც ფული ოჯახისთვის. მოკლედ, მატერიალურადაც და სულიერადაც ოჯახის გვერდით არის მუდმივად. ის, რასაც უმეტესად ვხედავთ, არის დედები და ძირითადად უფრო მამები, რომლებიც გაურბიან ოჯახურ ურთიერთობებს. საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ მეუღლეს და შვილებს, თუმცა მზად არიან დღეები გაატარონ მეგობრებთან ან სხვა ნებისმიერ ადამიანთან, ოღონდაც ოჯახისგან შორს იყვნენ. რებულონი ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მას მეგობრები არ ჰყავს, არ სჭირდება ან არ უყვარს. არა, მისთვის უბრალოდ ოჯახი არის უპირველესი. და ასეც უნდა იყოს. ოჯახია ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ადამიანს გააჩნია. ოჯახის იდეით შეპყრობილ ადამიანს ეწოდება რებულონი.